და კვლავ საქართველოს 28 ივნის აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალი გაიმართება. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ოფიციალური ვიზიტით განათლების, კულტურის, მულტიმედია ლიზინგისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარი ანდრულა ვასილიუ პირველად დაესწრება. კულტურის სამინისტროში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის მინისტერიალის თემაზე დღეს პრესკონფერენცია ჩატარდა. აღნიშნული მაღალი რანგის პრესკონფერენცია მნიშვნელოვანი ეტაპია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კულტურის როლი წარმოჩენისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის კულტურის პირველ მინისტერიალში მონაწილეობას მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი მიიღებენ. კულტურის მინისტერიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც დაეწრებიან. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის შუალედურ შეფასებასა და სამომავლო გეგმების განხილვას უზრუნველყოფს. 20-მდე უცხოელი დელეგაცია მიიღებს აქ მონაწილეობას. ეს არის პირველად ხდება ჩვენთან და ეს არის ჩვენთვის და საერთოდ ყველასთვის აუცილებელი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კულტურისა და განათლების კრიზისი აუცილებლად იწვევს სხვა სფეროების კრიზისს, ეკონომიკის კრიზისს უპირველესე ყოვლისა. ამიტომ ეს საკითხები დაისმება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი რეგიონისთვის. აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია, იმიტომ რომ ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი ასეთი მინისტერიალი. აქ იქნება არა მარტო სამეზობლო ევროპის წევრი სახელმწიფოები, არამედ რიგი სხვა ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები. ევროპის მცნება ეყრდნობა კულტურულ რეალობას მისი ფართო მცნებით და მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავებისათვის. თბილისი საქართველო პირველად მასპინძელი არის აი ამ პროგრამის აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და აჩვენოს აი ეს კულტურული სიმდიდრე, რაც არსებობს ქვეყანაში.